ხმაურიან წარიმართა ნახევრად დანგრეული სახლი, რომელშიც 12 ოჯახი ცხოვრობს, სააქციო საზოგადოება ჯანმრთელობას დაუკანონდა. ქუჩაზე ლეიბორისტთა ლიდერიც გამოჩნდა, ერთ-ერთი გამოსახლებული მისიდან ნინო ნათელაშვილია. მოსახლეობის განცხადებით სააქციო საზოგადოების უკან Silk Road ჯგუფი დგა. სააქციო საზოგადოების ადვოკატი კი აცხადებს, რომ მცადარის კეთილინება გამოიჩინოს და თითოეულ ოჯახს $20,000 გადაუხადოს. სააკაშვილმა არ იკმარა ქვეყნის ოკუპაცია, ეხლა დაიწყო ჩვენი ოჯახების დაპყრობა, ათვისება, დანგრევა, დაქცევა, ოკუპაცია და რაც თავარია, დღეს უკვე პოლიტიკური მოწინააღმდეგის ოჯახში შეიჭრა. ეს არის ჩემი დის ოჯახი, რომელიც აქ დაბერდა, აქ დაიბადა ჩემი დიშვილი, აქ ცხოვრობდი მეც 15 წელი. ეთყობა, სადაც მე გამივლიან მიცხოვრე იმ ადგილებზე სააკაშვილის მომეტებული მაგნიტური ველის ნევროზული პრობლემები აწუხებს. და დღეს შემოუსია ეს ხალხი მთელი თავისი აღმასრულებლები და შეერაღები და ძალით უკვე ოჯახებს გამოსასახლებლად, მაგრამ მე ვპირდები მიხეილ სააკაშვილს. სააკაშვილო გამოგიტან კაბინეტიდან. გამოგიტან პატრულის მონაწილეობით სხვათა შორის. ამ სიტუაციას რა თქმა უნდა ამ უკანონობას. რასაც ესენი აქ 30 წელი რო აქ ცხოვრობდე და დღეს მოდიან და გამოაქვთ ავეჯი გარეთ და ქუჩაში ყრიან და მაუჭი არ მგონია ვერ ვგზნობ თავს ამ ქვეყნის მოქალაქედ. Silk Road-ის წარმომადგენელი იყო ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც აქვე მდებარეობს კალაში შევხვდით. ეს თანხა აიღეთ თუ არა და წავა ყველა ინსტანციებში დაგამარცხებთ. რა თანხაზე იყო? 88,000 გამოდიოდა თითო ოჯახზე. ჩვენ ვითხოვთ აქ დარჩენას კი არა, უბრალოდ რეალურად რა, რაც მერგება მე 60-ხიანია თუ რაც არის არა, კი ბატონო, ან მიყიდე, ან იმის შესაბამისი თანხა მომეც. აქ მაცხოვრებელ მოსახლეობას პროცესი არ მოუგია, მათ წააგეს ეს პროცესი, სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მათი გამოსახლების შესახებ. მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ჩვენი მხარე სააქციო საზოგადოება ჯანმრთელობა ამ მხარეს მოვალეებს სთავაზობს $20,000 თითო ოჯახზე, რომ ნებაყოფილობით დატოვონ შენობა. ხალხს არ ეკუთვნის ეს ბინა, რატო უხდით? იმის გამო უხდით, რომ ღიაცის ქვეშ არ დარჩნენ და გადაწყვიტონ ეს პროცესი დამთავრდეს, ასე ვთქვათ, ნორმალურად და წესიერად.